დილა მშვიდობისა. ბიბლიოგრაფიული ცნობები და გამომცემლის წყარო სტატია ხელმისაწვდომია აღწერილობაში, ვიდეოს მიხედვით. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას, მე გეპატიჟებით ამ YouTube არხის გამოწერას. უფასოა. ასევე გთხოვთ, შეგიძლიათ დააჭიროთ თითს, რომელიც მიუთითებს ზემოთ. ხელმძღვანელის გადანერგვის ისტორია, მიმოხილვა. რეზიუმე. ფონი. გასული საუკუნის შემდეგ, ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციის პერსპექტივამ დააპატიმა მეცნიერთა და ფართო საზოგადოების წარმოსახვა. ცოტა ხნის წინ, ხელმძღვანელმა გადანერგვამ ყურადღება მიიპყრო პოპულარულ მედიაში, რადგან ნეიროქირურგებმა შესთავაზეს ამ პროცედურის ჩატარება 2017 წელს. ამგვარი პროცედურის პოტენციური გავლენის გათვალისწინებით, ჩვენ დაინტერესებული ვიყავით ტექნიკური დაბრკოლებების ისტორიის შესწავლით, რომლებიც უნდა გადალახოს და დავადგინოთ, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია დღეს ადამიანებზე ასეთი პროცედურის შესრულება. მეთოდი. ჩვენ ჩავატარეთ ხელმისაწვდომი ლიტერატურის ისტორიული მიმოხილვა ხელმძღვანელის გადანერგვის ტექნიკური გამოწვევებისა და განვითარების შესახებ. ხელმძღვანელის გადანერგვის მრავალი სოციალური, ფსიქოლოგიური, ეთიკური, რელიგიური, კულტურული და იურიდიული საკითხი ამ მიმოხილვის ფარგლებს სცილდებოდა. შედეგები. ჩვენმა ისტორიულმა მიმოხილვამ გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი ტექნიკური მოსაზრებები, რომლებიც დაკავშირებულია ხელმძღვანელის გადანერგვის შესრულებასთან, სისხლის ნაკადის შენარჩუნება იზოლირებულ ტვინზე გემის ანასტომოზის საშუალებით, იმუნოსუპრესიული აგენტების ხელმისაწვდომობა, ზურგის ანასტომოზი და შერწყმა ტვინის ტრანსფექციის შემდეგ, ტკივილის კონტროლი მიმღებში. ცხოველთა რამდენიმე კვლევამ აჩვენა წარმატება ცერებრული პერფუზიის შენარჩუნებაში და იმუნოსუპრესიის მისაღწევად. ამასთან, ამჟამად არსებობს იშვიათი მტკიცებულებები ზურგის წარმატებული ანასტომოზისა და შერწყმის სასარგებლო ტრანსექციის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური ჯგუფის მიერ ბოლოდროინდელი პუბლიკაციები გვთავაზობს ამ გამოწვევის ახალ მიდგომებს, ამ თემაზე კვლევა იშვიათია და 1970-იან წლებში ცხოველთა მოდელებში ჩატარებული პროცედურებისადმი. რამდენად გადაცემულია ეს ძველი მეთოდები ადამიანის ნერვული სისტემისთვის, გაურკვეველია და გარანტიას უწევს შემდგომ გამოკვლევას. დასკვნებით ჩვენმა მიმოხილვამ გამოავლინა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლისუნარიანი ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციის შესრულებასთან. ტექნიკური გამოწვევების გარდა, გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხები, როგორიცაა დაუცველი პაციენტების ექსპლუატაცია და ინფორმირებული თანხმობა. ამრიგად, დარჩენილი ტექნიკური გამოწვევების გარდა, ამ ეთიკურ საკითხებს ასევე უნდა მიმართოთ ამ კვლევების კლინიკაში გადასვლამდე. შესავალი. გასული საუკუნის დასაწყისიდან, მედიცინაში მიღწევებით და კონკრეტულად ტრანსპლანტაციით, ხელმძღვანელის გადანერგვის პერსპექტივამ დაიპყრო მეცნიერთა და ფართო საზოგადოების წარმოსახვა. ცოტა ხნის წინ, ხელმძღვანელმა გადანერგვამ ყურადღება მიიპყრო პოპულარულ მედიაში, რადგან ნეიროქირურგებმა უახლოეს მომავალში შესთავაზეს ამ პროცედურის შესრულება. ამგვარი პროცედურის პოტენციური გავლენის გათვალისწინებით, ჩვენ დაინტერესებული ვიყავით ვისწავლოთ სხვადასხვა ტექნიკური დაბრკოლებების ისტორია, რომელთა გადალახვა საჭირო და ამ კვლევების საფუძველზე განსაზღვროთ, არის თუ არა ტექნიკურად შესაძლებელია დღეს ადამიანებზე ასეთი პროცედურის ჩატარება. ამ მიზნისთვის, ჩვენ წარმოგიდგენთ არსებული ლიტერატურის ისტორიულ მიმოხილვას ხელმძღვანელის გადანერგვის ტექნიკური გამოწვევებისა და განვითარებების შესახებ. ხელმძღვანელის გადანერგვის მრავალი სოციალური, ფსიქოლოგიური, ეთიკური, რელიგიური, კულტურული და იურიდიული საკითხი ამ მიმოხილვის ფარგლებს სცილდება. მეთოდები. ელექტრონული ძიების სტრატეგია. ჩვენ მოვიძიეთ PubMed და განვიხილეთ შემდეგი საკვანძო სიტყვების გამოყენებით: ხელმძღვანელის გადანერგვა, ტვინის გადანერგვა, ან ცეფალოსომატური ანასტომოზი. ბოლო ძებნა ჩატარდა 2016 წლის ივნისში. უფლებამოსილების კრიტერიუმები და სწავლის შერჩევა. გამოიკვლია ლიტერატურის ძიების შედეგად მიღებული ცნობების სათაურები და რეზიუმეები. ჩვენ გამოვრიცხეთ ინგლისური ენების გარდა სხვა ენებზე დაწერილი სტატიები NU003D3. ინკლუზიური კრიტერიუმები შედგებოდა ნებისმიერი კვლევისგან, რომელიც აღწერილია ხელმძღვანელის ან ტვინის გადანერგვაში. სათაურისა და აბსტრაქტული სკრინინგის შემდეგ, დარჩენილი სტატიები სრულად იქნა წაკითხული. გუნდის ერთმა ავტორმა ჩაატარა სტატიების სრული ტექსტური ეკრანიზაცია. ერთმა უფროსმა ავტორმა დაადასტურა ფინალი, რომელშიც შედიოდა სტატიები. უთანხმოება მოგვარდა დისკუსიით.
ეს მიმოხილვა შეიზღუდა გამოქვეყნებული მონაცემებით და არ შემოიფარგლებოდა გამოქვეყნების თარიღით. დამატებითი ნაშრომები შედიოდა ჩართული ნაშრომების ბიბლიოგრაფიის ხელით ძიების შემდეგ. შედეგები: ხელმძღვანელის გადანერგვის ისტორიის შესახებ ლიტერატურის საფუძვლიანი ძიების შემდეგ ჩვენ გამოყვავით 30 ნაშრომი, სადაც აღწერილია 5 ტექნიკური გამოწვევა, რომელიც ეხება ხელმძღვანელის გადანერგვას. ხელმძღვანელის გადანერგვისა და გემის ანასტომოზის დასაწყისი. 1900 იენი წლების დასაწყისიდან ხალხმა განიხილა ხელმძღვანელის გადანერგვის შესაძლებლობა. ამასთან, ამ დროს ტრანსპლანტაციის ოპერაცია მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ტრანსპლანტაციის ქირურგიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო გემის საიმედო ანასტომოზი. სისხლძარღვთა ქირურგების წინაშე მდგარი გამოწვევა იყო ის, თუ როგორ უნდა მოჭრილი და შეკეთება დაზარალებული გემის და შემდგომში აღადგინოთ სისხლის ნაკადის შეწყვეტის გარეშე. ძვლის, ვერცხლის და ოქროს და შთამთქმელი მასალის გრაფტები გამოიყენეს 1900 იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ამ მასალებმა პაციენტებში გაურკვეველი და ცვლადი შედეგი გამოიღო. ეს იყო ფრანგი ქირურგი, დოქტორი ალექსის კარელი, რომელმაც შეცვალა ეს შედეგები გაწყვეტილი ჭურჭლის დასაბრუნებლად უფრო საიმედო მეთოდით. მან გამოიყენა წვრილი ნემსები და უკიდურესად თხელი ძაფები, როგორც ნაკერი და გაანადგურა გემის გახსნა, ცამი საყრდენი ნაკერების გამოყენებით, სამკუთხა ფორმის შესაქმნელად. მისი მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა პოსტოპერაციული სისხლჩაქცევებისა და ემბოლიის განდასაცავად, აგრეთვე ნაკერების ადგილზე მკაცრების თავიდან ასაცილებლად. კარელმა შეძლო ამ ტექნიკის წარმატებით განხორციელება გემების რეკონსტრუქციასა და ორგანოთა ტრანსპლანტაციისთვის ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის და თირკმელების ჩათვლით. 1908 წელს კარელმა და ამერიკელმა ფიზიოლოგმა, დოქტორმა ჩარლზ გუთრიმ შეასრულეს პირველი ძაღლის ხელმძღვანელის გადანერგვა. მათ ერთი ძაღლის თავი მიამაგრეს სხვა ძაღლის კისერზე. აკავშირებდნენ არტერიებს ისე რომ სისხლი პირველ რიგში მიედინებოდა დაშლილი თავით, შემდეგ კი მიმღების ხელმძღვანელთან. დაშლილი თავი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში სისხლის ნაკადის გარეშე იყო, ხოლო ძაღლმა პროცედურის დაწყებიდან ადრე აჩვენა აუარული, ვიზუალური და კანქვეშა რეფლექსური მოძრაობები. მისი მდგომარეობა მალევე გაუარესდა და ის რამდენიმე საათის შემდეგ ერთთან ანიზირდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მუშაობა ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციაში არ იყო განსაკუთრებით წარმატებული, კარელმა და გუთრიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანსპლანტაციის ველის გემის ანასტომოზის გაგებაში. 1912 წელს მათ მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში კიდურებისა და ორგანოთა გადანერგვისთვის მუშაობისთვის. ხელმძღვანელის გადანერგვის ისტორიაში კიდევ ერთი ნაბიჯი მიღწეული იქნა 1950 იან წლებში საბჭოთა მეცნიერისა და ქირურგიის დოქტორ ვლადიმირ დემხოვის მუშაობის გამო. მისი წინამორბედების მსგავსად, კარელმა და გუთრიმ დემხოვმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გადანერგვის ოპერაციის, განსაკუთრებით კი გულმკერდის ქირურგიის სფეროში. მან გაუმჯობესდა იმ მეთოდებით, რომლებიც ხელმისაწვდომია სისხლძარღვთა მიწოდების შენარჩუნების დროს, ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს და შეძლო 1953 წელს ძაღლებში პირველი წარმატებული კორონარული შემოვლითი ოპერაციის შესრულება. 4 ძაღლი გადარჩა ამ ოპერაციიდან 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 1954 წელს დემხოვმა ასევე სცადა ძაღლის ხელმძღვანელის გადანერგვა. დემხოვის ძაღლებმა აჩვენეს უფრო ფუნქციონალური ტევადობა, ვიდრე გუთრიისა და კარელის ძაღლები და შეძლეს წყლის გადაადგილება, ნახვა და წყალი. 1959 წელს გამოქვეყნებული დემხოვის პროტოკოლის ნაბიჯ დოკუმენტაცია ცხადყოფს, თუ როგორ შეინარჩუნა მისი გუნდი დონორის ძაღლის ფილტვისა და გულების სისხლის მიწოდებას პირველ რიგში მათ გააკეთეს ჭრილობა დიდი ძაღლის კისრის ბაზაზე, გამოამშხავნეს ჯუნგულარული ვენა, აორტა და ზურგის სვეტის სეგმენტი. შემდეგ მათ 2 ხვრელი გაასუფთავეს ერთი ხერხემლის ძვლოვანი ნაწილის მეშვეობით და 2 პლასტიკური სტრიქონი, ერთი წითელი და ერთი თეთრი, თითოეული ხვრელის მეშვეობით. შემდეგ მან და დემხოვმა ოსტატურად ატარეს სკალპელი, ნემსი და ძაფი, გაატარეს უსასრულოდ კივილები, რომ გამოავლინონ მცირე სისხლი, ხრახნიანი, რადგან ისინი მაგრად მოედანზე არიან. საბოლოოდ დემხოვმა გაწყვიტა ზურგის სვეტი. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეულის დანარჩენი ნაწილი ამპუტაცია იყო ამ ძაღლისგან, მისი თავი და წინამორბედები კვლავ ინახავდნენ და იყენებდნენ ფილტვებსა და გულს. ტრანსპლანტაციის მესამე ფაზის განმავლობაში
ამ ძაღლის ხელმძღვანელის მთავარი სისხლძარღვები უკავშირდებოდა მასპინძელი ძაღლის შესაბამის გემებს. ყველაზე გრძელი, რომ ნებისმიერი ძაღლი გადაურჩა ამ ოპერაციას, იყო 29 დღე, ასევე უფრო გრძელია, ვიდრე გუთრიისა და კარელის ძაღლები, მაგრამ უმეტესობა გარდაიცვალა რამდენიმე დღეში. ეს შეზღუდული გადარჩენა ძირითადად გამოწვეული იყო დონორზე მიმღების იმუნური პასუხით, ხოლო ხელმძღვანელის გადანერგვის შემდეგი მთავარი გამოწვევა გულისხმობდა იმუნოსუპრესიული აგენტების ნაკლებობას იმ დროისთვის. დონორსა და მიმღებს შორის იმუნერული რეაქციების მართვის ეფექტური გზების გარეშე, დემხოვის მუშაობა შეიძლება ჩაითვალოს ადამიანებში გამოყენებისთვის კლინიკურ სფეროში. იმუნოსუპრესიის საკითხი ქვემოთ მოცემულია. 1965 წელს რობერტ უაიტმა, ამერიკელმა ნეიროქირურგმა, ასევე სცადა ხელმძღვანელის გადანერგვა. მისი მიზანი იყო ტვინის გადანერგვა იზოლირებულ სხეულზე, გუთრიისა და დემიხოვის საწინააღმდეგოდ, რომლებმაც გადაიტანეს ძაღლის მთლიანი ზედასხეული და არა მხოლოდ იზოლირებული ტვინი. ეს მას მოსთხოვა პერფუზიის სხვადასხვა ტექნიკის დამყარება, ვიდრე მისი წინამორბედები. სინამდვილეში, იზოლირებულ ტვინში სისხლის ნაკადის შენარჩუნება თეთრი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. მან შექმნა სისხლძარღვთა მარყუჟები ანასტომოზის შესანარჩუნებლად დონორის ძაღლის შიდა მაქსიმალურ და შიდა კაროტიდულ არტერიებს შორის. ამ სისტემას მოიხსენიებდნენ, როგორც ავტოპერფუზიას, რადგან ის საშუალებას აძლევდა ტვინის პერფორმირებას საკუთარი კაროტიდული სისტემით, თუნდაც მეორე საშულოსნოს ყელის ხერხემლის სხეულზე გაწყვეტის შემდეგ. შემდეგ, ტვინი განლაგებული იყო მიმღების ჯუგულურ ვენასა და კაროტიდულ არტერიას შორის. ამ პერფუზიის მეთოდების გამოყენებით, უაიტმა შეძლო 6 დიდი მიმღების ძაღლის საშულოსნოს ყელის სისხლძარღვთა 6 ტვინის წარმატებით გადალახვა. ძაღლები გადარჩნენ 6 თვე და 2 დღეში. ელექტროენცეფალოგრამის უწყვეტი მონიტორინგით, თეთრი აკონტროლებდა გადანერგილი ცერებრალური ქსოვილის სიცოცხლის უნარიანობას და ადრინდება ტრანსპლანტაციის ტვინის აქტივობა მიმღებ ტვინთან. უფრო მეტიც, იმპლანტანტული ჩაწერის მოდულის გამოყენებით, მან ასევე თვალყურს ადევნებდა ტვინის მეტაბოლურ მდგომარეობას ჟანგბადის და გლუკოზის მოხმარების გაზომვების გზით და აჩვენა, რომ გადანერგილი ტვინი იყო მაღალი დონის მეტაბოლურ მდგომარეობაში ოპერაციის შემდეგ, ტრანსპლანტანტების ფუნქციური წარმატების კიდევ ერთი მითითება. მისი ავტოპერფუზიის პროტოკოლის საშუალებით და ტვინის ფუნქციის შემდგომი თვალყურის დევნება, უაიტმა აჩვენა სუფთა ტვინის მოკლევადიანი მიზეშეწონილობა, ზედა სხეულისგან განსხვავებით, გადანერგვა. უაიტმა გამოთქვა ინტერესი ამ მეთოდების გამოყენების მიზნით, მოდელის სისტემის შემუშავების მიზნით, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნის წარმოქმნა, მენინგიტი ან ენცეფალიტი ტვინში გადანერგილი და შემდგომში შეამოწმოს. შეიძლება თუ არა ნორმალური მიმღები ცხოველის მოცირკულირე სისხლმა დაზარალებულ ტვინში. 1970 წელს უაიტმა შეასრულა პირველი ცეფალური გაცვლის ტრანსპლანტაცია პრიმატებში. მან შეასრულა 4 ცეფალოსომატური ასოციაცია იზოლირებულ მაიმუნის თავებსა და იზოლირებულ მაიმუნის ორგანოებს შორის, სადაც გამოყენებულია კაროტიდისა და ჯუგულარული ვენების პირდაპირი ნაკერი. საშულოსნოს ყელის ლამინექტომია ჩატარდა მეოთხე დონეზე მე-6 ცერებრალური ხერხემლიანამდე. შემდგომი ზურგის შოკის და ჰიპოტენზიის გამო, ტრანზექციის შემდეგ, დაიწყო კატეხოლამინის ინფუზია და ფილტვების მექანიკური მხარდაჭერა დაიწყო და შენარჩუნდა ექსპერიმენტის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში. ოპერაციიდან 3-დან 4 საათში თითოეულ ცეფალონს შეეძლო საღეჭი, გადაყლაპა საკვები, თვალებით თვალყურის დევნება და თუ ზეპირად სტიმულირდება. უფრო მეტიც, ელექტროენცეფალოგრამის მონიტორინგის საშუალებით, უაიტმა აჩვენა, რომ ამ ცეფალონებმა გამოავლინეს დამახასიათებელი გაღვიძების ნიმუში. ზემოხსენებული მიღწევების მიუხედავად, ცეფალონში რევასკულარიზაცია დარჩა გამოწვევა და გადარჩენა 6-დან 36 თვემდე იყო. შეკუმშვის გამო, რომელიც განვითარდა ჯუნგულურ ვენაში ნაკერების ხაზზე, თავში ვენური დაბრუნება ხელს უშლიდა. ამრიგად, პირდაპირი ნაკერი არ იყო საკმარისად წარმატებული, რომ არ მოხდეს სისხლის დაუცველი ნაკადის საშუალება, ხოლო ცეფალონებმა მოითხოვეს უწყვეტი ინფუზია ჰეპარინით. ამან საბოლოოდ გამოიწვია სისხლის დაკარგვა და ამ ექსპერიმენტის ხანგრძლივობის შემზღუდველი ფაქტორი იყო. უფრო მეტიც, უაიტმა დაადასტურა, რომ საშულოსნოს ყელის ხერხემლის ტრანსექცია მისი მეთოდების კიდევ ერთი შეზღუდვა იყო, რადგან ეს მოითხოვდა ცხოველის მიმართ მუდმივი რესპირატორული დახმარების განხორციელებას.
ზურგის ტრანსექცია და ცეფალონის რევასკულარიზაცია და იშემია ქვემოთ იქნება განხილული. ოპტიმალური გემის ანასტომოზის შემდგომი მოდიფიკაცია მოხდა წლების შემდეგ, 2015 წელს, ჩინეთის ქირურგის ზაირპინბენ ადრე აღწერილი უშუალო ანასტომოზისგან განსხვავებით, მან გამოიყენა მეთოდი, რომლის დროსაც მხოლოდ ერთი კაროტიდული არტერია და კონტრასტერული ჯუგულარული ვენა მოჭრილი იყო, რაც საშუალებას აძლევდა ხელუხლებელი კაროტიდული არტერია და ჯუგულარული ვენა, რომ მუდმივად დაემსუბუქებინათ დონორის თავი მთელი პროცედურის განმავლობაში. ამ პროტოკოლის გამოყენებით თაგვებში სხეულის გადანერგვისთვის, მან შეძლო თაგვების არტერიული წნევის შენარჩუნება 100 მარცხნივ დახრილი ხაზის სამოწიმო HG-ზე ზემოთ მთელი პროცედურის განმავლობაში. უფრო მეტიც, ელექტროენცეფალოგრამის ჩანაწერები, როგორც დონორის, ისე მიმღების ხელმძღვანელების ოპერაციის შემდეგ, აჩვენა ნორმალური ელექტრული მოქმედება. მხოლოდ ერთი კაროტიდური და ჯუგულური ჭურჭლის დაჭერით, ვენის მეთოდმა შეამცირა ტრავმა მიმღებს, თავიდან აიცილა იშემიის განვითარება და ასევე დაუშვა ტვინის ხელუხლებელი ფუნქციონირება. მისი თაგვების ნახევარზე მეტი გადარჩა 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე გრძელი გადარჩენა 6 თვეა. მიუხედავად იმისა, რომ უაიტის ძაღლისა და პრიმატების ხელმძღვანელის ტრანსპლანტანტებმა აჩვენეს მოკლევადიანი წარმატება, ნაწილობრივ გამოწვეული გართულებების გამო, რომელიც დაკავშირებულია შედედებასთან, ჰეპარინაციასთან და იშემიასთან, რენის რევასკულარიზაციის ოქმს თაგვებში უფრო გრძელი გადარჩენის საშუალება მისცა. იმუნოსუპრესიული 1912 წელს, როდესაც გუთრი და კარელს წარუდგინეს თავიანთი ნობელის პრემია, დაადასტურეს, რომ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს არ ჰქონდათ განაცხადი კაცში და რომ ორგანოები, რომლებიც გადანერგილია ერთიდან მეორეზე, რეგენერაცია მოახდინეს თავიანთ ახალ მფლობელებში. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეული იქნა პროგრესი ტრანსპლანტაციის ოპერაციის დროს პერფუზიის შენარჩუნებისას, ისეთი საკითხები, როგორიცაა იმუნოსუპრესიული, დარჩა გამორჩეული. 1950-იან და 60-იან წლებში შეიცვალა ტრანსპლანტაციის ოპერაციის სახე. გამოწვევა, რომელიც ხელს უშლიდა კარელის, გუთრიისა და დემხოვის მიერ ექსპერიმენტების გრძელვადიან წარმატებას. აღმოაჩინეს იმუნოსუპრესიული აგენტები, როგორიცაა აზათიოპრინი, 6 მერკაპტოპური და კორტიკოსტეროიდები, ხოლო ექიმების გუნდებმა მთელს მსოფლიოში დაიწყეს ადამიანის თირკმელების და გულის გადანერგვა. როდესაც უაიტი ასრულებდა გადანერგვის ექსპერიმენტებს 1960-იან და 70-იან წლებში, ახლა უკვე ხელმისაწვდომი იყო იმუნოსუპრესორული აგენტები. უაიტმა გამოიყენა ეს მედიკამენტები თავის მაიმუნის ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციებში და შეძლო თავიდან აიცილოს ჰიპერრეაქციის რეაქციების შემთხვევა პრიმატებში, რაც აჩვენა ტვინის ქსოვილის ჰისტოლოგიით მათი სიკვდილის შემდეგ. ამასთან, ეს მოვიდა იმუნოსუპრესიის უკიდურესად მაღალი დოზების ფასად. წინამძღოლში, იმუნოსუპრესორული აგენტების მაღალმა დოზებმა, რომლებიც საჭიროა უარის თქმის თავიდან ასაცილებლად, ხელი შეუწყო თეთრი მაიმუნების გარდაცვალებას გადანერგვიდან 9 დღის შემდეგ. უაიტის მაიმუნების ადრეული უკმარისობა ნაწილობრივ მაინც იყო იმუნოსუპრესიული აგენტების მაღალი დოზის ტოქსიკურობის გამო. გარდა ამისა, გრაფტებმა, რომლებიც მოიცავს კანს, დამატებით გამოწვევას წარმოადგენდა. კანის ქსოვილის უაღრესად იმუნოგენური ხასიათის გამო, ხელებისა და სახეების ჩათვლით ტრანსპლანტანტები არ რეაგირებდნენ დროის იმუნოსუპრესიულ აგენტებზე. 1999 წლამდე არ აღმოჩნდა იმუნოსუპრესორული აგენტების ერთობლიობა, რომელიც ეფექტური იყო კანის უარის თქმის თავიდან ასაცილებლად ტოქსიკურობის გარეშე, თუ ის გამოიყენებოდა სწორ დოზებში. კერძოდ, ტაკროლიმუსისა და მიკოფენოლატის მოფეტილის ქვედა დოზის კომბინაციები ითვლებოდა, რომ ხელი შეუშალეს ქსოვილების უარყოფას მიმღებში სისტემური ტოქსიკურობის გარეშე, რაც წარმოადგენს იდეალურ ბალანსს კანის გადანერგვის პაციენტებისთვის. მართლაც, 2006 წელს, პირველი ადამიანის სახის ალოგრადი წარმატებული აღმოჩნდა თიმოგლობულინის, ტაკროლიმუსის, მიკოფენოლატის მოფეტილის და პრედნიზონის გამოყენებით. მიუხედავად ამისა, განისაზღვრება თუ არა ამ უახლესი იმუნოსუპრესიული აგენტების ეფექტურობა და უსაფრთხოება ადამიანის თავში გადანერგვაში. რენმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით რთული იყო იმუნური რეალიზაციის შესწავლა ხელმძღვანელის გადანერგვის პაციენტებში, მათი მოკლევადიანი გადარჩენის გამო. ამასთან, იგი თვლის, რომ მისი კოსკულეიშნ პროტოკოლი,
რომელიც აფართოებს გადარჩენას ხელმძღვანელის გადანერგვის პაციენტებში. საშუალებას მისცემს ფრთხილად შეისწავლოს იმუნური შუამავლობით უარყოფითი რეაქციები და გამოიწვიოს იმუნოსუპრესიული რეჟიმის ოპტიმალური გაგება ხელმძღვანელის გადანერგვისთვის. ზურგის ანასტომოზი. ხელმძღვანელის გადანერგვის დამატებითი ასპექტი, რომელსაც უაითმა და მისმა წინამორბედებმა იბრძოდნენ, იყო დონორესიული ზურგის ტვინის შერწყმა. პრიმატებში ხელმძღვანელის გადანერგვის შესწავლისას უაიტმა აღნიშნა, რომ პროცედურის დროს ზურგის ტვინის ამოღება საბოლოოდ გამოიწვევს ტრანსპლანტაციის შემდეგ მუდმივი რესპირატორული დახმარების მოთხოვნას. როგორ წარმატებით დაუკავშიროთ დონორი და მიმღები ზურგის საყრდენები და არ მოხდეს საავტომობილო ფუნქციის მოპოვება, სანამ რენისა და იტალიის ნეიროქირურგის, დოქტორ სერხიო კანავეროს ბოლოდროინდელი ექსპერიმენტები არ მოიხსენიებს. 2014 წელს რენმა შესთავაზა ალტერნატივა ზურგის ტვინის გადაცემის ტრადიციული ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციის მეთოდით. რენამდე ტრანსექცია მოხდა C3 მარცხნივ დახრილი ხაზის C4 დონეზე და შესაბამისად შეინარჩუნა დონორის ტვინის სისტემა. დაიკარგა დამოუკიდებელი სუნთქვა და მიმოქცევა, ხოლო სიცოცხლის მხარდაჭერის მანქანები იყო საჭირო. ეს იყო მძიმე შეზღუდვა, რომელიც თეთრმა აღნიშნა თავის პრიმატულ ექსპერიმენტებში. ამის საპირისპიროდ, თაგვის ხელმძღვანელის გადანერგვით, რომლებიც შეინარჩუნეს დონორის ტვინის სისტემის მთლიანობა. რენის დონორ ცხოველს შეეძლო საკუთარი სუნთქვა საკუთარი თავის გადანერგვის შემდეგ. ტვინის სისტემის ზემოთ ჩატარებული ტრანზექციის ადგილის გამოყენებამ, რითაც შესთავაზა დაპირება დონორის დამოუკიდებელი სუნთქვისა და გადარჩენის უფრო გრძელი დრო, ვიდრე თეთრი და მის წინაშე შესრულებული ტრადიციული C3 მარცხნივ დახრილი ხაზის C4 გარიგებები. დაახლოებით იმავე დროს, როდესაც რენმა კანავერომ ასევე გამოაქვეყნა საკუთარი თავის გადანერგვის პროტოკოლი, 64 ან ხელმძღვანელის ანასტომოზის საწარმო. ტყუპები არის კომპონენტი 64, რომელიც მას განასხვავებს ხელმძღვანელის გადანერგვის წინასწარი მოდელებისგან, რაც ეხება ზურგის ტვინის მთლიანობის საკითხს. კანავეროს ზურგის ანასტომოზის პროტოკოლი მოითხოვს მწვავე, მჭიდროდ კონტროლირებადი ზურგის ტვინის ტრანსექციისკენ, განსხვავებით თუ რა ხდება ზურგის ტრავმული ტვინის დაზიანების დროს. იგი ამბობს, რომ კონტროლირებადი ტრანზექცია საშუალებას მისცემს ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებას და შემდგომში აღდგენისა და შერწყმის მოხდეს. კერძოდ, იგი ხაზს უსვამს, თუ როგორ გამოიყენებს მისი პროტოკოლი მეორეხარისხოვან გზას ტვინში, კორტიკოტრუნკორტიკულოპროპროპინალურ გზაზე. ეს პროპორციული ინტერმეიევრული სისტემა, რომელიც პირველად ჩარლზ შერინგტონმა აღმოაჩინა 1900-იანი წლების დასაწყისში, არის შინაგანი ბოჭკოების ნაცრისფერი მატერიალური სისტემა, რომელიც ქმნის კავშირების ქსელს ზურგის ტვინის სეგმენტებს შორის. როდესაც პირველადი კორტიკოსპინალური ტრაქტი დაშავებულია, გაწყვეტილი კორტიკოსპინალური ტრაქტის აქსონებს შეუძლიათ შექმნან ახალი კავშირები ამ პროპორციული ნეირონების საშუალებით. ცხოველთა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ პროპორციული ნეირონები მოქმედებენ როგორც ანატომიური ხიდი და საშუალებას იძლევა საავტომობილო ფუნქციონირება და აღდგენა დაზიანებული კორტიკოსპინალური ტრაქტის მქონე ცხოველებში. ტყუპებში კანავერო გეგმავს ზურგის ტვინის უაღრესად კონტროლირებადი ტრანსექციის შესრულებას, რაც ნაცრისფერ ნივთიერებას მინიმალურ ზიანს აყენებს. მისი თეორია არის ის, რომ ამ ნაცრისფერი მატერიის პროპორციული ნეირონების შენარჩუნება საშუალებას მისცემს ფუნქციური აღდგენის მიღწევა მოხდეს მას შემდეგ, რაც ზურგის ტვინის გადანერგვა ხდება ადამიანის გადანერგვაში. ბოლოდროინდელი მიმოხილვა აღიარებს მნიშვნელოვან როლს პროპიოსპინალური ნეირონებისთვის ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ გამოჯანმრთელებაში. ამასთან, პროპორციული ნეირონების ეს რეგენერაციული პასუხი გამომდინარეობს ცხოველთა მრავალრიცხოვან მოდელში, მათ შორის კატები, ვირთხები და თაგვები, რომლებსაც აქვთ ზურგის ტვინის სხვადასხვა წრე და რეგენერაციული შესაძლებლობები, ვიდრე ადამიანები. მაგალითად, ამ მიმოხილვის ავტორები აღწერენ კლასიკურ ექსპერიმენტს, რომელშიც კატებმა გაიარეს ზურგის ტვინის ტრანსექცია წელის დონეზე. აღსანიშნავია, რომ ამ სპინალიზებულმა კატებმა შეძლეს წონის შემცველი უკანა კიდურის ნაბიჯ, რომელიც მჭიდროდ წააგავდა ნორმალურ ფენის სიარულის ნიმუშს. ამასთან, ავტორები აღიარებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მსგავსება არსებობს სახეობებში, ზურგის სქემების სტრუქტურული და ფუნქციური რეორგანიზაციის თვალსაზრისით,
კატები განსაკუთრებით პლასტიკურია იმით, რომ ისინი ერთადერთი ძუძუმწოვრების სახეობაა, რომელსაც შეუძლია აღადგინოს სიარული წელის ზურგის ტვინის ექსტრაორდინალური სტიმულაციის გარეშე. იქნება თუ არა იგივე რეგენერაციული პრინციპები, რომლებიც დაფიქსირდა ცხოველთა მოდელებში, ადამიანის ზურგის ტვინის ტრანსექციის შემდეგ რჩება გასარკვევად. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები ასევე სცადეს პრიმატებზე. ზემოხსენებული მიმოხილვისას, ავტორები აღწერენ ერთ ექსპერიმენტს, რომელშიც პრიმატებმა გაიარეს არასრული საშვილოსნოს ყელის ზურგის ტვინის დაზიანება და პროპორციული ნეირონის შუამავლობით რეორგანიზაციის შემდეგ შეძლო მნიშვნელოვანი მიღწეული და ციფრული მოძრაობების აღდგენა. მიუხედავად ამისა, ავტორები აღიარებენ, რომ ზუსტი მექანიზმი, რომლითაც პროპორციული ნეირონები იწვევს ტრავმის შემდეგ ხელახლა გაყვანილობას, გაურკვეველია. ისინი ხაზს უსვამენ, რომ დიდი გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავს მოლეკულური საფუძვლების გააზრებას და ხელახალი გაყვანილობის ფუნდამენტური ფიზიოლოგიას, გარანტირებულია, სანამ პროპორციული მიკროსქემის თერაპიული პოტენციალი ნამდვილად შეიძლება გამოყენებულ იქნას. ფუსოგენები. ფუსოგენების ბოლოდროინდელმა განვითარებამ ასევე ხელი შეუწყო ზურგის ანასტომოზისა და გამოჯანმრთელების სფეროში პროგრესს. ფიუზ-ჯენს ეხება პოლიმერებს, როგორიცაა პოლიეთილენგლიკოლი, პოლოქსამერები და პოლოქსამინები, რომლებსაც აქვთ უნარი დაუკრავენ უჯრედების მემბრანებს ერთად. 2004 წელს პერდიუ უნივერსიტეტში დოქტორ რიჩარდ ბორგენსის ხელმძღვანელობით პარაპლეგიურ ძაღლებს მკურნალობდნენ პოლიეთილენგლიკოლის ინექციებით 72 საათის განმავლობაში, ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ და დაადგინეს, რომ დამუშავებული ძაღლების ნახევარზე მეტ შეეძლო მკურნალობის 2 კვირის განმავლობაში სიარული. აღსანიშნავია, რომ თავად ბორგენსმა განაცხადა, რომ სანამ მისი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პოლიეთილენგლიკოლს შეუძლია შესთავაზოს მკაფიო სარგებელი ზურგის მწვავე ტვინის მწვავე დაზიანების მქონე ძაღლებისთვის, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ძაღლსა და ადამიანის ზურგის საყრდენებს შორის, რომლებიც უნდა იქნას განხილული, სანამ ამ თერაპიამ შეიძლება მიაღწიოს ადამიანის კლინიკურ სფეროს. უფრო მეტიც, ბორგენსმა გამოიწვია ზურგის ტვინის დაზიანება მის მოდელში მუდმივი გადაადგილების შეკუმშვის მარცხნივ დახრილი ხაზი გამანადგურებელი ტექნიკის საშუალებით. ამ ტიპის დაზიანება განსაკუთრებით განსხვავდება იმ ტიპის ტრანზიციისგან, რომელიც განხორციელდება ხელმძღვანელის გადანერგვის დროს და, შესაბამისად, ზღუდავს ბორგენსის წარმატების გამოყენებას პოლიეთილენგლიკოლთან ერთად ხელმძღვანელის გადანერგვის პროცედურაში. 2012 წლის მიმოხილვაში ჩოდა ბორგენსმა აღწერა მათი წარმატება პოლიეთილენგლიკოლის ნანონაწილაკების გამოყენებისას გვინეას ხორებში ზურგის ტვინის დაზიანებით. მათ ჩაატარეს პოლიეთილენგლიკოლის გამოყენების ვივო ტესტირება და გაზომეს ფიზიოლოგიური გამოჯანმრთელება სომატოსენსორული გამოწვეული პოტენციალის საშუალებით. კიდევ ერთხელ, მათ შეძლეს პოლიეთილენგლიკოლის, როგორც ფუსოგენის, მათ შორის დაზარალებული ადგილების სპეციფიკის ჩათვლით, დაზარალებული მემბრანების დალუქვა, რეაქტიული ჟანგბადი სახეობების და ლიპიდური პეროქსიდაციის წარმოქმნის დალუქვა და როგორც ეს აღინიშნა, გაზომილია სომატოზური გამოწვეული პოტენციალის გამოჯანმრთელებით. ამასთან, როგორც ადრე, გვინეას ხორებმა ჩოდა ბორგენსის შესწავლაში არ განიცადეს ზურგის ტვინის ტრანსექცია, ამის ნაცვლად, მათ გამოიყენეს პოლიეთილენგლიკოლი, რომ მიაყენეს ზურგის ტვინის შეკუმშვის დაზიანება. ამრიგად, წარმატება, რომელიც ჩოდა ბორგენსმა აჩვენეს პოლიეთილენგლიკოლის გამოყენებასთან დაკავშირებით, შეკუმშვის დაზიანების შემდეგ, პირდაპირ გაზოგადებულია ზურგის ტვინის ტრანსექციის პროცედურასთან, როგორც ეს მოხდება ხელმძღვანელის გადანერგვაში. მისი ტყუპების პროტოკოლში, კანავერომ განიხილა ბორგენსისა და ჩოს ზემოხსენებული ნამუშევარი ძაღლებში და გვინეას ხორებში და აღწერილი იყო მისი გეგმა, რომ გამოიყენოს პოლიეთილენგლიკოლი, რათა მოხდეს ნერვული მემბრანების განმეორება ადამიანის ზურგის ტვინის ტრანსექციის შემდეგ. გარდა იმისა, რომ ამ ცხოველებმა განიცადეს შეკუმშვის დაზიანება და არ ჰქონდათ მათი ზურგის ტვინები, იმ კვლევების კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელზეც კანავერო ეყრდნობოდა, არის ის, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებენ პოლიეთილენგლიკოლის ეფექტურობაზე, როგორც ფუსოგენი, ვირთაგვებში, ძაღლებში ან გვინეას ხორებში, იშვიათად, როგორც მისი გამოყენება, როგორც ზურგის ტვინის ფუსოგენში. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით დასრულდა ფაზა 1 უსაფრთხოების ტესტირება პოლიეთილენგლიკოლის გამოყენებით, რომელიც არ არის განლაგებული ადამიანის მოხალისეებზე,
შემდგომი გამოკვლევა და ტესტირება შეიძლება გარანტირებული იყოს, სანამ პოლიეთილენ გლიკოლი შეიძლება გამოყენებული იქნას დაზარალებულ ადამიანებზე. მისი ტყუპების პროტოკოლის შესახებ ბოლოდროინდელ რედაქციაში კანავერომ შესთავაზა, რომ ფუსოგენების გარდა ელექტრული სტიმულაცია ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ზურგის ტვინის ტრანსექციის დროს გაწყვეტილი ნეირონების აღდგენის მიზნით. მან მოიხსენია ზურგის ტვინის სტიმულაციის წარმატებული კლინიკური გამოყენება ადამიანებში ზურგის ტვინის დაზიანებით. ამასთან, ერთ-ერთი გამოკვლევა, რომელიც მან მოიხსენია, აღწერს 3 პაციენტს, რომელთაც აქვთ ქრონიკული, არასრული ზურგის ტვინის დაზიანება, რომლებიც სტიმულაციის დაწყებამდე ასრულებდნენ დამხმარე მოწყობილობებს. მან ასევე მოიხსენია ზურგის ტვინის სტიმულაციის ეფექტურობა ინსულტისა და ნერვული დაზიანების რეაბილიტაციაში. ამასთან, ამ პაციენტის დაზიანებები არ ასახავს მათ, ვინც მოჰყვება ზურგის მწვავე ტრანზექციას, რომელიც მოხდება ადამიანის ხელმძღვანელის გადანერგვის დროს. ამიტომ, როგორც ფუზოგენებთან, უნდა ჩატარდეს შემდგომი შესწავლა იმის გასაგებად, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტური ზურგის ტვინის სტიმულაცია შეიძლება იყოს ზურგის ტვინის ტრანსექციის შემდეგ. რევასკულარიზაცია, ნეიროპროტექცია, ცერებრალური იშემია. როგორც აღწერილია გემის ანასტომოზის ზემოთ მოცემულ ნაწილში, რენდა სხვების 2015 წელს თაგვებში ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციების შესრულება წარმატებული იყო მიმღებ ტვინში სისხლის ნაკადის შენარჩუნებაში მთელი პროცედურის განმავლობაში. ამ ექსპერიმენტის გასაღები იყო ის, რომ მიმღები ცხოველის ტვინი პერფორმირებულია დონორის ცხოველის კაროტიდული არტერიიდან სისხლის ნაკადით, ერთ-ერთ საკუთარ კაროტიდულ არტერიასთან კავშირის გზით. გარდა ამისა, სისხლი დაუბრუნდა დონორის შიდა ჯუგულურ ვენაში, მიმღების შიდა იუგულარული ვენის მეშვეობით. ეს ჯუგულარული კაროტიდური ჯვრის მიმოქცევის მიდგომა საშუალებას აძლევდა მიმღების ტვინის ქსოვილის უწყვეტი პერფუზია და ამით ხელი შეუშალა ცერებრალური იშემიის განვითარებას. როდესაც ხელმძღვანელის გადანერგვა ხორციელდება ადამიანებში, რენდას ხვღ. ველით რომ იქნება ცერებროვასკულური დაპატიმრების მოკლე პერიოდი ტექნიკური შეზღუდვების გამო, მაგალითად, გურნებს შორის ფიზიკური მანძილი. გამოწვეული ჰიპოთერმია არის ფართოდ გამოყენებული ნეიროპროტექტორული მკურნალობა, რომელიც გამოიყენება გულის დაპატიმრების, ინსულტის და ჰიპოქსიური იშემიური ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში. მაიმუნებში, უაით და სხვების ადრეულ ექსპერიმენტებში მან ჩაატარა ღრმა ჰიპოთერმია დაქვემდებარებული 25 გრადუსამდე ცელსიუსით, რათა დაიცვას გადანერგილი ტვინი პროცედურის იშემიური პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ზემოთ აღწერილი რენის მოდელში, მან შეძლო წარმატებით განახორციელოს ხელმძღვანელის ტრანსპლანტაცია თაგვებში მხოლოდ ზომიერი ჰიპოთერმიის ინდუქციით 29-33 გრადუსი ცელსიუსი, ნაკლებად აგრესიული ტემპერატურა, ვიდრე ვაიტ et al. უნდა გამოეყენებინა. ჰიპოთერმიასთან დაკავშირებით, რენდას ხვ. დაადასტურა, რომ გაგრილების ოპტიმალური დრო ჯერ არ არის დადგენილი. ამასთან, ისინი არ თვლიდნენ, რომ ეს შეშფოთებული იქნებოდა მათი გუნდი შემოთავაზებული ცეფალოსომატიკური ანასტომოზის პროტოკოლში, რადგან დონორის ტვინის მკვდარი სხეული არ გაივლიდა ჰიპოთერმია და მიმღების სხეული მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება განიცადოს ჰიპოთერმიის გართულებები, როგორიცაა ბრადიკარდიები, ჰიპოტენზია, რადგან მისი სხეული საბოლოოდ არ იქნებოდა. ჰიპოთერმიის ოპტიმიზაციის გარდა, ასევე ჩატარდა კვლევა ფარმაკოლოგიური აგენტების შესწავლით, რათა შეინარჩუნონ ტვინის ფუნქცია საპროცესო იშემიის შემდეგ. მაგალითად, პორტოენ, გაზის გადაცემის ფლუორირებული ორგანული ნაერთი, ჰიპოთერმიის დროს გამოყენებულია სისხლის შემცვლელად და გამოიკვეთა, რომ გვთავაზობს ცერებრალური ჟანგბადის მნიშვნელოვანი ნეიროპროტექცია და შენარჩუნება 50 პაციენტის რანდომიზებულ გამოკვლევაში. წალბადის სულფიდი შეიძლება ასევე იყოს ცეფალოსომატიკური ანასტომოზის გამოყენების კანდიდატი, მისი ნეიროპროტექტორული გაზის პოტენციური როლის გამო. ამასთან, ჯერჯერობით, კლინიკურმა კვლევებმა არაჩვენა მისი ეფექტურობა ცერებრალური იშემიის მქონე პაციენტებში. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ რენისა და სხვების ჯვრის მიმოქცევა და ჰიპოთერმიის ზომიერი პროტოკოლი ეფექტური აღმოჩნდა თაგვების ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციაში ცერებრალური იშემიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ჩატარდეს მისი გამოყენების შემდგომი გამოკვლევა ადამიანებზე, ისევე როგორც ნეიროპროტექტორული საშუალებების მიერ შემოთავაზებული დამატებითი უსაფრთხოება. ტივილის კონტროლი. საკითხი,
რომელსაც არ განიხილავდა ხელმძღვანელის ადრეული ტრანსპლანტაციის მკვლევარებმა, სავარაუდოდ, რადგან ისინი თაგვებსა და პრიმატებზე ექსპერიმენტებს ასრულებდნენ. ეს იყო ტკივილი. კანვევ et al. წელს გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც აღიარებს ტკივილის განვითარებას, როგორც შესაძლო პოსტოპერაციულ გართულებას ხელმძღვანელის გადანერგვის შემდეგ. ისინი ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილი შეიძლება განიხილებოდეს სუბცეტალურ თეთრ მატერიაში შერჩევითი დაზიანების გზით, რომელიც მიზნად ისახავს ქრონიკული ტკივილის სენსორულ კომპონენტს. მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერით, მათ მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ ჩიანცირონსის ხდენა, ჩაერთონ რეალურ დროში მონიტორინგში და თავიდან აიცილონ გირაოს დაზიანება. ეს პროცედურა ჯერ კიდევ ძალიან ექსპერიმენტულია. კლინიკური გამოკვლევებით არ ჩანს, რომ ეს ფაქტობრივად ათავისუფლებს ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილის სიმპტომებს. სინამდვილეში, როგორც ავტორი აღნიშნავს, დამატებითი გამოკვლევაა გარანტირებული, სანამ ქრონიკული გადანერგვის ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილის პოტენციურ გამოყენებამდე. მომავალი მოსაზრებები. ხელმძღვანელის გადანერგვის ექსპერიმენტები ჩატარდა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაწყებული ძაღლებით 1908 წელს და 1970-იან წლებში ვრცელდება პრიმატულ მოდელებზე. გასული 10 წლეულების განმავლობაში სისხლძარღვთა ქირურგიის გაუმჯობესებამ, იმუნოსუპრესორულმა აგენტებმა და ზურგის ტვინის გამოჯანმრთელებამ გარკვეული მეფობის ენთუზიაზმით გამოირჩეოდა ადამიანის პოტენციური გადანერგვისთვის. მრავალჯერადი პრეს-რელიზები ადასტურებენ, რომ ბოლოდროინდელი კვლევების უმეტესობის ავტორს ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციის შესახებ განზრახვა აქვს წინსვლა პირველი ადამიანის ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციით 2017 წლის დეკემბერში. მან თქვა, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ჩვენი ისტორიული მიმოხილვა განსაზღვრავს რამდენიმე მნიშვნელოვან მოსაზრებას, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლისუნარიანი ხელმძღვანელის ტრანსპლანტაციის შესრულებასთან, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის პერფუზიის, ზურგის ანასტომოზის და შერწყმისა და ტკივილის კონტროლის ჩათვლით. ბოლოდროინდელი პუბლიკაციები განსხვავდება ადრინდელი პუბლიკაციებისგან, რადგან ისინი გვთავაზობენ ტექნიკას, რომელიც საშუალებას მისცემს ზურგის ტვინის და ტვინის სისტემის ფუნქციონირების შენარჩუნებას გადანერგვის შემდეგ. აუცილებელია მიმღების ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობისა და ავტონომიისთვის. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ სფეროში ბოლოდროინდელი გამოკვლევა იშვიათია, დომინირებს ერთი ჯგუფი და, ნაწილობრივ, 1970-იან წლებში ძაღლებში, თაგვებსა და რეზუს მაიმუნებში ჩატარებულ პროცედურებზეა დამოკიდებული. რამდენად ტრანსპორტირდება კარელის, გუთრიის, დემხოვის, თეთრი და თანამშრომლების მეთოდები ადამიანის ნერვული სისტემის მიმართ. გაურკვეველია და გარანტიების შეიმუშავებს შემდგომ გამოკვლევებს, სანამ არ უნდა განმიხილოთ ამ პროცედურის შემოთავაზება. ამრიგად, 1908 წელს ჩატარებული პირველი ექსპერიმენტების შემდეგ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოწვევა. ტექნიკური გამოწვევების გარდა, ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია, სანამ მსგავსი პროცედურა დაიწყებს. ეს მოიცავს კითხვებს, როგორიცაა, როგორ შეცვლის წარმატებული გადანერგვა ადამიანის თვითმყოფადობის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურა და მედია ამ პროცედურას უწოდებენ, როგორც ხელმძღვანელის გადანერგვას, ის ნამდვილად არის სხეულის გადანერგვა, რომელშიც პირის ტვინი იღებს ახალ სხეულს. კითხვა მასში ხდება, როგორ რეაგირებენ პაციენტები, რომლებიც ამგვარი სიცოცხლის ხანგრძლივობის პროცედურიდან გამოირჩევიან, რეაგირებენ ახალი ორგანოს, რომ გააკონტროლონ და დაუკავშირდნენ თავიანთ პირადობას. ეს არის რთული საკითხები, რომლებიც გარანტირებულია შემდგომი გამოკვლევის შესახებ. ტექნიკური გამოწვევების გარდა, ამ საკითხების მოგვარება დასჭირდება ამ კვლევების კლინიკურ პრაქტიკაში გადასვლამდე. ეთიკური სტანდარტების დაცვა და ფინანსება არ იქნა მიღებული ამ კვლევისთვის. სპონსორს არ ჰქონდა როლი ამ კვლევის დიზაინში ან ქცევაში. ინტერესთა კონფლიქტი ყველა ავტორს დაადასტურებს, რომ მათ არ აქვთ კავშირი ან მონაწილეობა რომელიმე ორგანიზაციაში ან რაიმე ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს რაიმე ფინანსური ინტერესი, მაგალითად, ჰონორარია, საგანმანათლებლო გრანტები, სპიკერების ბიუროებში მონაწილეობა, წევრობა, დასაქმება, კონსულტაცია, აქციების საკუთრება, ან სხვა კაპიტალის ინტერესი, ექსპერტიზის ან პატენტის გამანადგურებელი შეთანხმებები, ან არასასურველია ამ ხელნაწერში განხილული მასალები.
ცხოველთა ექსპერიმენტები ეს სტატია არ შეიცავს რაიმე კვლევას ადამიანის მონაწილეებთან ან ცხოველებთან, რომლებიც შესრულებულია რომელიმე ავტორების მიერ. ღია ცუდომა ეს სტატია განაწილებულია Creative Commons Attribution 4 0 საერთაშორისო ლიცენზიის პირობებით, რომელიც საშუალებას იძლევა შეუზღუდავი გამოყენება, განაწილება და რეპროდუქცია ნებისმიერ საშუალებებში, იმ პირობით, რომ თქვენ მისცემთ შესაბამის კრედიტს თავდაპირველ ავტორს, ებს და წყაროს. მიაწოდეთ მული Creative Commons-ის ლიცენზიასთან და მიუთითებთ ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.